თითოეულ ამ ომს ყავს ადამიანები, რომელთა სახელი იქნება დაუვიწყარი საქართველოს ისტორიაში და რომელთა სახელი იქნება მაგალითი, როგორ უნდა ვიცხოვროთ იმისთვის, რომ მშვიდობიან ნორმალურ წესიერ ქვეყანაში ვიცხოვროთ და დარწმუნებული ვარ, რომ მათი სახელი წიგნი, რომელიც დღეს დავარიგეთ, იქნება კარგი გაკვეთილი პრობაციონერებისთვისაც, რომლებიც დღეს აქ ამოღონისძიებას ესწრებოდნენ და რომლებიც დარწმუნებული ვარ, რომ გულისხმობით გაიცნობენ ამ წიგნს, რომლის სახელი არის გმირი და რომელშიც არაერთი გმირის ისტორია არის აღწერილი, მათი განცდები, მათი ფიქრი. აღწერილი გმირები, ახალგაზრდა ვაჟკაცი ქართველები, ეს არის ჩვენი საერთო ისაც ატკივებული ეროვნული სხეულიდან მოგლეჯილი ბავშვები არიან და ამის გადატანა ძალიან ძნელია ჩვენთვის. წიგნით თუ აღარ გამოვეცი და მასში თუ არ ჩავიხედეთ, მაშინ აღარ ყოფილა ჩვენი საშველი. ამიტომ ჩვენ დღეს სწორად ვიქცევით. ჩემი მონახე როგორ გითხრა მე ამაყება მაშინ მონაწილეობა თქო რა სიტყვა იქნება ეს, მაგრამ უნდა გითხრა რომ თუ მითხრეს და მივიღე მონაწილეობა, აბა როგორ და მოგცეულიყავი. დიახაც მივიღე მონაწილეობა და დავწერე ის, რასაც ვფიქრობ და რაც გონება მიკარნახა და რამაც გულში გაიარა. ყავდა ერთადერთი ძალიან კეთილსინდისიერი მშრომელი, ყოველთვის შრომობდა, წვალობდა და მარტო ხელა დედა ვიყავი და გავზარდე მარტო. და მიუხედავად ჩემი წინააღმდეგობისა, მაინც წავიდა სამშობლოს სადარაჯოზე. ისე მოაწერა ხელი, რომ მე არც ვიცოდი თუ ავღანეთში მიდიოდა. და მითხრა დედა, მე სიცოცხლის ბოლომდე ფორმა მეცმევა და ვიქნები ყოველთვის სამხედრო სამსახურში, სამშობლოს სადარაჯოზე საქართველოს სიყვარულით.